აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა საღამო ხუროთმოძღვრული ძეგლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ღონისძიებას ბიჭვინთის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია უძღვებოდა. მოწვეული სტუმარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ხვისტანი იყო, რომელმაც საზოგადოებას წიგნი კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარუდგინა. კარგია ის, რომ დღეს შედგა წიგნის პრეზენტაცია, რამე თუ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს პრობლემის აქტუალიზაციას და საზოგადოების ფართო მასებისათვის ჭეშმარიტ და სწორი ინფორმაციის მიწოდებას მეწარმატებებს უსურვებ ბატონ რევაზ ხვისტანს და მადლობას ვუხდით თითოეულ იმ ადამიანს ორგანიზაციას, რომელთა თავდადებით, რომელთა მონდომებით დღევანდელი ეს ღონისძიება შედგა. გამომსვლელებმა აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე იმსჯელეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. იქ მიმდინარეობს ქართული ისტორიული კვალის მიზანმიმართული წაშლა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. რუსულ და აფხაზურ ისტორიოგრაფიაში უნდათ რომ ეს ქართული კვალი, ქართული ქრისტიანული ძეგლები ან ბიზანტიურს, ან კერძოდ აფხაზურს მიაწერონ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ანალოგიური ძეგლები ბევრია აღმოსავლეთ საქართველოში და ქართული წარწერებითაა ყველაფერი გაკეთებული. აი ჩვენ უნდა მომავალ თაობას გადავცეთ და იცოდენ რომ არ დაივიწყონ. ჩვენ ვთქივა ყოველივე ის რაც ხდება აფხაზეთში, სახეზე გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები, როდესაც ხდება ტაძრების გადაკეთება, ქართული კვალის წაშლა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კვალი სადაც იშლება, რა თქმა უნდა, იქ იშლება აფხაზური კვალიც და ჩვენ მოწოდებულნი ვართ აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრი იმისათვის, რომ საჯაროდ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთში ტაძრები რესტავრირებას საჭიროებენ, მეტი ყურადღება იქნა საზოგადოებისაგან გამახვილებული და აფხაზეთშიც მეტი ყურადღება მიაქციონ უძველეს ქრისტიანულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. ფოლკლორულმა ანსამბლმა ამრამ სიმღერები შეასრულა.